ტურიზმის სექტორი რეკორდულ მაჩვენებელს ითვლის. მიმდინარე წლის პირველ სამთვეში საქართველოს 958,947 საერთაშორისო ვიზიტორი მიიღო, რაც გასული წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით 2,2%-ით მეტია. გერმანიიდან ჩამოვედი. უკვე ერთი კვირა აქ ვარ და უზომოდ მომწონს. თბილისი ძალიან საინტერესოა. ვიყავი ასევე ქუთაისშიც. მომწონს ეს სტუმართმოყვარე ხალხი, არაჩვეულებრივი კერძები, ასევე ფასები, რომელიც საკმაოდ დაბალი და მისაღებია. მე პოლონელი ვარ, თუმცა ლონდონში ვცხოვრობ. გაოგნებული ვარ, როგორი მწვანე და მოვლილი გარემოა. გვინდა სხვა მხარეებიც ვნახოთ, ამიტომ აუცილებლად დავბრუნდებით. რეკორდულია საერთაშორისო მოგზაურთა რაოდენობაც. ირკვევა, რომ მიმდინარე წლის მხოლოდ პირველ კვარტალში ქვეყანაში 1,074,828 მოგზაური შემოვიდა, რაც წინა წელთან შედარებით 1,1%-ით მეტია. ევროკავშირის ქვეყნებიდან ყველაზე მეტი ტურისტი ნიდერლანდებიდან, ჩეხეთიდან, იტალიიდან, საბერძნეთიდან და სლოვაკეთიდან მივიღეთ. ნაკადმა იმატა ისრაელიდან, ინდოეთიდან, ჩინეთიდან, იორდანიიდან და საუდის არაბეთიდანაც. პროპორციულად გაიზარდა ტურიზმიდან მიღებული შემოსავლები, რომელიც ასევე ისტორიულ მაქსიმუმს გაუტოლდა და ჩვენმა ქვეყანამ $826 მილიონი შემოსავალი ნახა პირველ კვარტალში. აქტიური სამუშაოები ვაწარმოეთ ახალი საერთაშორისო ავიაკომპანიების ჩვენ ქვეყანაში შემოყვანის თაობაზე. და შედეგად დღეს საქართველოში 60 ავიაკომპანია ასამდე პირდაპირ მიმართულებით ახდენს სამივე საერთაშორისო აეროპორტში ოპერირებას. ყველა მიმართულებით პირველი კვარტალი იყო ძალიან წარმატებული წელი, წინ ზაფხულის სეზონი გველოდება და ვფიქრებთ, რომ 2025 წლის ტურისტული სეზონი საქართველოსთვის, კერძო სექტორისთვის საკმაოდ წარმატებული იქნება. საერთაშორისო ვიზიტორებისა და მოგზაურების რაოდენობის ზრდა უკვე აისახა შემოსავლებზეც. 2025 წლის პირველ კვარტალში ტურიზმიდან მიღებულმა შემოსავლებმა გასული წლის ნიშნულს 2,3%-ით გადააჭარბა. პირველი კვარტალი, როგორც დაბალი სეზონი, ჩვენ დავხურეთ საშუალოდ 50%-იანი ნიშნულით, რაც წინა წლის ანალოგიურ პერიოდთან არის დაახლოებით 5-7%-ით უფრო მაღალი. საინტერესო მონაცემები დადო აპრილმა, როგორც იყო პირველივე დღეებიდან ზოგ დღეებში 100, ხოლო შემდეგ შენარჩუნდა 85-90% დატვირთულობის ნიშნული. თებერვალი კარგი თვე იყო, ვინაიდან ახალგაზრდული ოლიმპიადის გამო კარგი შემოსავლები დაფიქსირდა როგორც ნომრების, ისევე კვების ნაწილში. აპრილმა გვაჩვენა, რომ ჯგუფების სეზონი დადგა და ბევრმა ტურისტულმა უკვე არსებული ხელშეკრულებები სისრულეში მოიყვანა. საქართველოს ცნობადობის გაზრდისა და მეტი ტურისტის მოზიდვის მიზნით საქართველოს მთავრობა მარკეტინგულ კამპანიებს განაგრძობს. ამ კამპანიებისა და ახალი პირდაპირი ფრენების ფონზე კი ტურიზმის სექტორში მეტ მოგზაურს ელიან.